გამარჯობა, მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. დღეს მინდა გიამბოთ წიგნზე, რომელმაც ბევრი ემოცია და სითბო დამიტოვა. ბევრ რამეზე დამაფიქრა, ნათლად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთე და მეგობრობა. წიგნის სახელია საოცრება, ავტორი პალაციო. მთავარი გმირი კი პატარა ბიჭი ავგუსტ პოლმანია, რომელიც იშვიათი დაავადებით დაიბადა. სახის დეფორმაცია აქვს და სკოლასა და საზოგადოებაში სხვადასხვა პრობლემებს აწყდება. მან 30 ოპერაცია გადაიტანა, რთული გზა გაიარა. ყველგან ასტრონავტის ჩაფხუტით დადის. რადგან მისი სახის დანახვისას ზოგჯერ ადამიანები არასწორად იქცევიან. დასცინია ამცირებენ და გულს დგენენ. მაგრამ ავგუსტი ძალიან კეთილი, გულისხმიერი, ჭკვიანი, ხალისიანი და მამაცი ბიჭია. მისი სიძლიერე იმაშია, რომ სირთულეებს არ გაურბის. ავგუსტი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან გვახსენებს, რომ ნამდვილი სილამაზე ადამიანის სულშია და არა გარეგნობაში. როგორც ცნობილია, მწერალი ერთხელ ნაყინის რიგში იდგა, როდესაც დაინახა 3 წლის გოგონა, რომელსაც წიგნის მთავარი გმირის მსგავსი პრობლემა ჰქონდა. სწორედ ეს გახდა შთაგონება მწერლისთვის, რომ შეექმნა წიგნი, რომელმაც მსოფლიოს გული მოიგო. აუცილებლად უნდა ვისაუბრო ავგუსტის ოჯახზე. ავგუსტის ოჯახი ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას, სიყვარულს, თანადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტის ცხოვრება სირთულეებითაა სავსე, ის მუდმივად გრძნობს ოჯახის წევრთა თანადგომას, მხარდაჭერას, რაც სირთულეების გადალახვაში ეხმარება. ავგუსტის მშობლები ძალიან ძლიერი და მზრუნველი ადამიანები არიან. ორივე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შვილს სიყვარული და მხარდაჭერა არ მოაკლოს. მამა ხშირად ხუმრობს. მისი იუმორის გრძნობა ეხმარება ავგუსტს, რომ თავი კარგად იგრძნოს. დედა ძალიან მზრუნველი და დაუღალავია. განსაკუთრებული როლი აქვს ვიას, ავგუსტის დას. შეიძლება ზოგჯერ გრძნობდეს, რომ მშობლების ყურადღება ძმისადმი უფრო მეტია, მაგრამ სინამდვილეში მასაც ძალიან უყვარს ავგუსტი და ყველანაირად იცავს მას. წიგნში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ნაწილი არის ინგლისურის მასწავლებლის, მისტერ ბრაუნის მაქსიმები. ვინც არ იცით, მაქსიმა არის წესები იმის შესახებ, რაც მართლად მნიშვნელოვანია. მისტერ ბრაუნის მაქსიმები არის პატარა, მაგრამ ძალიან ღირებული რჩევები, რომლებიც ბავშვებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება. მაქსიმებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შემდეგი: როცა ასარჩევად გაქვს საქმე, სიმართლე თუ სიკეთე, აირჩიე სიკეთე. მისტერ ბრაუნის მაქსიმებზე ჩავწერთ ცალკე ვიდეოს და თითოეულ მათგანზე ვისაუბრებ. მანამდე კი გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ წიგნის საოცრება, რომელიც გვასწავლის თანაგრძნობას, პატივისცემას, სიკეთის მნიშვნელობას, ადამიანების მიღებას ისეთებად, როგორებიც არიან, გულწრფელი მეგობრობის მნიშვნელობას, მამაცობას და ოჯახის მხარდაჭერის ძალას. წიგნი გვაძლევს შანსს დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანები ვართ ჩვენ და რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზე ადამიანის გულშია და არა გარეგნობაში. წიგნის მიხედვით 2017 წელს გადაიღეს ფილმი, რომელსაც აუცილებლად ვნახავ. მანამდე ძალიან მინდა გამიზიაროთ თქვენი აზრი. როგორ მოიქციოდით თქვენს კლასში ავგუსტი რომ მოსულიყო?
ასევე მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ? რა უნდა ვისწავლოთ ამ წიგნიდან?